აფეთქება მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით რუსული სამხედრო ელიტა ქეიფობდა ხელნაკეთი ბომბი შეიტანეს. დაღუპულია 3 და დაშავებულია 17 ადამიანი. ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით რესტორანში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ ჩაიკო დაბადების დღეს აღნიშნავდა. შეინიშნებოდა სამხედრო უწყებების შავნომრიანი ავტომობილები. ჩაიკოს დაქვემდებარებული დანაყოფები ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებსა და წამებაში არიან მხილებულნი. რუსეთში ვალდბერისის კიდევ ერთი ლოჯისტიკური ცენტრი განადგურდა. სამარის ოლქში რუსული სამხედრო დანიშნულების საწყობები ცეცხლის ალშია გახვეული. უკრაინულმა დრონებმა გასულ ღამეს მტრის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებს წარმატებით დაარტყეს. დაიბომბა ენგელსის აეროდრომი და სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. შვილის დაკრძალვაზე უკრაინიდან დაბრუნებულ ზაალატარიას სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. უკრაინაში მებრძოლი ქართველი საქართველოში დღეს დაბრუნდა. მას რამდენიმე დღის წინ 26 წლის შვილი გარდაეცვალა. თბილისში ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალი დააყაჩაყეს. მოლარე ოპერატორს ბლაგვის აგნის დემონსტრირებით მოკლით დაემუქრნენ და სალაროდან თანხა გასტაცეს. დანაშაულში ბრალდებული აჭარაში დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.